გამარჯობა, მე ვარ გიორგი ჭაუჭიძე, ეს არის გადაცემა სკოლაზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში სკოლის შესახებ არსებული წარმოდგენების გარკვეული ტრანსფორმაცია. დღეს ჩვენი სტუმარია ნათია უჩავა. გამარჯობა ნათია, ნათია გახლავთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მომქმედი, გამარჯვებული, საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი. დიდი მადლობა ნათია, რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს შენ სკოლაზე და მესამე მაყურებელს და დავიწყოთ. მოგესალმებით, მადლობა გიორგი მოწვევისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა. პირდაპირ რომელ სკოლაში სწავლობდი და რომელ წლებში რომ გითხრათ და შემდეგ დავიწყოთ. მე ვსწავლობდი თბილისის 192 საჯარო სკოლაში, რომელიც არის ვარკეთილში. ეს სკოლა დავამთავრე 12 წელი ვისწავლე. 1997 წელს შევედი სკოლაში და დარჩენილი 12 წელი ამ სკოლაში გავატარე. ესე იგი 90-იანი წლებიდან რაღაცნაირი ცვლილებების პერიოდში მოგიწია სწავლა. აი 1997 წლის შენი ოჯახი რომ აღგვიწერო, ვინ ხართ, როგორ შედიხარ სკოლაში, მშობლები და ასე შემდეგ. მე ვარ ოჯახში მეორე შვილი, უმცროსი, შესაბამისად ჩემი და უკვე სკოლის მოსწავლე იყო, 2 წლით უფროსი არის ჩემი და ჩემზე. ისიც ამავე სკოლაში სწავლობდა და რაღაცა გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, ალბათ ჩემ მშობლებს უკვე მეორე შვილზე ნაკლები ხელვა ექნებოდათ. სკოლაში შევედი, მახსოვს ჩემი, ესე ვთქვათ, პირველი ჩანთა, რატომ რაღაცა ალბათ ფოტოსურათებიდან გამომდინარე უფრო და შემდეგი დანარჩენი წლების, იმიტომ რომ ყველა პირველი სემესტრი იწყებოდა ხოლმე მომზადებით, ასე ვთქვათ, რა ჩაგვეცვა, საკანცელარიო ნივთების მომზადებით და დედაჩემს ჰქონდა ესე გამკუთვნილი რამდენიმე უჯრა, სადაც მარაგს აკეთებდა ხოლმე რვეულების, კალმისტრების, ფანქრების, რომ შემდეგ თუ ამოგვეწურებოდა მაგალითად შუა კვირაში ან რაღაცა ქონოდა სახლში და ესეთ იწყებოდა მომზადება ჩვენი სასკოლოდ. გიყვარდა ეს ნივთები, რვეულები და ახალი. ყდებს ვინაწილებდით ხოლმე მე და ჩემი და ეს ჩემი რვეული, ის ჩემი დის და ესე გადანაწილებული ქონდა და თავისებურად ხალისი შემოქონდა. და სკოლაში შესვლამდე აი რა წარმოდგენა ჰქონდა ან რა ფიქრობდი, რა იქნებოდა როგორ აი ბაღში თუ დადიოდი ან რა გქონდა ასეთი შეხედულება. საბავშვო ბაღში დავდიოდი, რა თქმა უნდა და მახსოვს რომ დიდად არ მიყვარდა ხოლმე ბაღში ბოლომდე გაჩერება. მგონი იქიდან გამომდინარე რომ ჭამა არ მიყვარდა ბაღში და ცოტა ადრეც გამოვყავდი ხოლმე მე ჩემ მშობლებს რომ თალაც შეერი არ დარჩენილიყავით და ბაღში იყო მოსამზადებელი პერიოდი თავისთავად ალბათ, მაგრამ რო გითხრა რომ კარგად მახსოვს მეთქი მოგატყუებ რა წარმოდგენები შეიძლება მქონოდა სკოლაში რომ შევდიოდი. პირველი გაკვეთილი თუ გახსოვს, აი პირველი. არა. არ მახსოვს. პირველი მასწავლებელი? პირველი მასწავლებელი მახსოვს. მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი და მისი ხმა, აი ეხლაც მახსოვს, მოვიკითხავ დიდი სიყვარულით ინგა ჯალიაშვილი, რომელთანაც ესე მოკითხვის დონეზე მაქვს ახლაც ურთიერთობა. მთელი 4 წელი მასწავლობდა ქალბატონი ინგა და ძალიან თბილი, კარგი დამოკიდებულებით მახსენდება ყოველთვის. აქ ალბომის გაქვს და მე ნახავს მაყურებელიც სამ ფოტოებსაც, მეც უერთდები მოკითხვას. სასიამოვნოა თითქოს რაღაცა ხმა, რომელიც არა ის თუ თქვათ რა ისწავლი ან რაღაც ხო ბევრი რამე დასწავლა ცხადია, მაგრამ რაღაც ის ემოცია უფრო ამახსოვრდება ყველას მე მგონი. მე როგორც და ჩვენ ფაქტობრივად კოლეგები ვართ და ასე ვთქვათ, კითხვის მასწავლებლები შეიძლება ასე ითქვას. თვითონ სკოლამდე და წიგნები მაინტერესებს, აი ხომ არ გქონდა რამე ისეთ საინტერესო ამბავი ან რამე წიგნი, რომელსაც აი სკოლაში მისვლამდე, ანუ სანამ კითხვას დაიწყებდი, მანამდე გიკითხავდნენ და ვინ გიკითხავდა, ან ხო შეგიძლია სურათი რომ გააცოცხლო ახლა რაღაც შეიძლება ადგილი ან რაღაც ისეთი
სკოლამდე ახლა სანამ კითხვა არ მივიცოდი, შესაბამისად ვერ წავიკითხავდი, მახსოვს რომ დედაჩემი გვიყვებოდა ხოლმე ზღაპრებს მე და ჩემ დას, მაგალითად ძილის წინ და გვიკითხავდა ხოლმე კიდევ ასევე ლექსები და მახსოვს მურმა ლებანიძის ორი წიგნი მქონდა, პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი და იქ იყო რამდენიმე ლექსი, რომელიც ვიცოდი ზეპირად. ნახევარქათამა იყო სათხელს კიდე თუ. ხო, ნახევარქათამა აი ის რა ერთი წუთი თუ გავიხსენე სიცხისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღრული და აი ეს ლექსი კი და ძალიან მომწონდა ალბათ მეც და რომ მიკითხავდნენ ხშირად შეიძლება იმიტომაც დამამახსოვრდა. ზღაპარი რომელი იყო ეს შენი საყვარელი ან ხშირად რომ აყოლებდი? ზღაპრები ჩვენ მქონდა ძალიან ბევრი მსოფლიო ზღაპრების წიგნი, აი სხვადასხვა ტაჯიკური, არაბული, ასე შემდეგ და ამ ზღაპრებს მიკითხავდნენ. შემდეგ კითხვა რომ დავიწყე, მე თვითონვე ვკითხულობდი და აი ძალიან მომწონდა ზღაპრების კითხვა და εν რაოდენობის ზღაპრების წიგნს ვკითხულობდი. ფიქრობ, რომ აი შემდეგ ალბათ ამან წინაპირობა იმას შეუქმნა, რომ ფანტაზიის და შემოქმედებითი უნარებიც კარგად განმევითარა, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრ ზღაპრების წიგნს ვკითხულობდი ხოლმე, რაც არ მბეზდებოდა. მადლობა რომ ახსენე ესეც, უბრალოდ ჩვენ აი როგორც სპეციალისტებმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაწყებით საფეხურამდე, ანუ სკოლაში შესვლამდე ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა ძალიან სასარგებლო საქმიანობაა მოკლედ. შეიძლება ითქვას, რომ მშობელმა ან უფროსმა ადამიანმა უკეთესი რამე ვერც კი გაუკეთოს, ხო იმდენად ახდენს გავლენას მომავალში ამ ადამიანის განვითარებაზე საერთოდ კი და ამიტომაც საინტერესოა ეს პროცესი ყველა ადამიანისთვის. და კითხვის სწავლა თუ გახსოვს, აი როგორ და ან რა ემოციას უკავშირდება, რამდენად გაგიადვილდა ან რამე ისეთი მეთოდი ხომ არ ქონდა თუნდაც აი პირველ მასწავლებელს? კითხვაზე დედაჩემს ქონდა შემდეგ უკვე რო აღვიდგინო შენახული ჩვენი დაწყებითი სრვეულები ქართულის მათემატიკის, სადაც იყო ესე ვთქვათ, როგორც ახლა არის მასწავლებელი თვითონ გვიწერდა ხოლმე და შემდეგ იმას გამოვწერდით ხოლმე, ასე ვთქვათ, წერაზე ამ კუთხით და მიმართულებით მუშაობდით. მათემატიკაშიც აი ხლა როგორც არის ჩვეულებრივად უჯრების გამოტოვება, საზღვრების დაცვა მაგალითებს შორის ასე იყო და ესეთ ტიჩკით იყო ხოლმე მასწავლებლის მონიშნები, რომ ეს დავალება შესრულებულია. კითხვას რაც შეეხება გოგებაშვილის დედაენით გავდიოდით, კი ბატონო, და მისი ანალოგი გქონდა ხოლმე კიდევ სახლში, ზაფხულში, სოფელში როცა მივდიოდით, იქაც რომ გაგვევარჯიშებინა ხოლმე და ჩემი და მეხმარებოდა. ანუ დედაჩემი მამეცადინებდა, ჩემდასაც ამეცადინებდა, მაგრამ ჩემი დაც ასე ვთქვათ, როგორც უფროსი და მეჯდა ხოლმე და ჩართული იყო ამ მონაწილეობაში, თვითონაც ეხალისებოდა, იმიტომ რომ მისთვის უკვე ნაცნობი პროგრამა იყო. რამდენი წლით არის უფროსი? 2 წლით დიდია. ძალიან ყოჩაღი. კლასელებზე რომ გვითხრა, თანაკლასელებზე, აი თუნდაც პირველი კლასიდან როგორ მოდიოდით ერთად და დღეს თუ გაქვთ ურთიერთობა ან როგორი ურთიერთობა სკოლაში და მის მერე? კი ბატონო, ჩვენ დაწყებითებიდან რომ მოვდიოდით, ნუ რამდენიმე პარალელი ვიყავით და შემდეგ ცოტა რეფორმებმა მოგვიწია, რატომღაც ესეთ ბევრი რეფორმა დაემთხვა. მაგალითად, მე-7 კლასში ესე გაიყო კლასები, ჰუმანიტარული, ტექნიკური და ჩვეულებრივი ჯგუფებად ესე დაიყო და უფრო მაგალითად ტექნიკურ ჯგუფში უფრო ტექნიკური საგნები უფრო გაძლიერებულად ისწავლებოდა, ჰუმანიტარულში უფრო ჰუმანიტარული საგნები და აირია კლასები. შემდეგ ისევ მე-9 თუ მე-10 კლასში ისევ ახლიდან ანუ რამდენჯერმე მოხდა პარალელი კლასელების ერთმანეთში არევა. ვიცვლებოდით თანაკლასელები? დიახ, ხო, ვიცვლებოდით, კი ბატონო და ანუ ვინც დაწყებითში ვიყავით მე-12 კლასში ანუ რამდენიმე კლასი ვიყავით ერთად გაერთიანებული. თუმცა ახლა რაც შეეხება თანაკლასელებთან ურთიერთობას, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ვინც ჩემი მეჯვარე და ჩემი შვილის ნათლიაც არის, სწორედ რომ დაწყებითი კლასიდან მომყვება და კი დაწყებითებიდან მოვდივართ ერთად, ვაგრძელებთ ურთიერთობას, უკვე ნათესაური კავშირი გვაქვს და ასევე შემდეგ აი ამ რამდენიმე კლასის ერთად გაერთიანებითაც შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც დღესაც ურთიერთობა გვაქვს. რაღაცა დისკომფორტს უარიძებდა ხოლმე ეს სხვადასხვა კლასელებთან ყოფნა თუ პირიქით ერთგვარი გამოცდილება იყო, როგორც დღეს რო
როგორ შეაფასებ? ალბათ იყო დისკომფორტი, იმიტომ რომ ცოტა მაინც დაყოფა მოხდა და დაცალკევება და არ არის ადვილი, ახლა უკვე ცოტა ჩამოვყალიბდები მასაკში ახალ თანაკლასელებთან, მაგრამ რაღაცნაირად გავუმკლავდით და ახალი თანაკლასელებით შევეწყვეთ ერთმანეთს და მეგობრული დამოკიდებულება იყო. როგორც ხვდები და თუნდაც როგორც მასწავლებლები თუ შევაფასებთ, ეს რაღაც გადაჯგუფებები ხდება თითქოს იმისთვის, რომ გამოვარკვიოთ რა უნდა ბავშვს, ერთ კონკრეტულ ბავშვს და რომელი ჯგუფში იქნება მისი განვითარება უფრო ვთქვათ კომფორტული და უფრო სასარგებლო, ხო? აქვე რომ ვიკითხოთ, აი როგორც თუნდაც მასწავლებელი, რამდენად სწორი გზაა ეს, რომ ვთქვათ, თუნდაც იგივე უნარების ან შესაძლებლობების, საგნობრივ შესაძლებლობებს გულისხმობ, ამის მიხედვით ბავშვების დაჯგუფება. თუ გიფიქრია ამაზე, ან იგივე იმ გამოცდილებიდან, თუნდაც ბავშვების გამოცდილებიდან რას ვფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ სკოლის პერიოდში ყველა ბავშვს უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე თვითონ უფრო იპოვის და იგრძნობს, რომელი საგნისკენ აქვს უფრო მეტი მიდრეკილება, რომელი საგანი უფრო აინტერესებს, იმიტომ რომ ახლა შეიძლება ჰუმანიტარული აირჩიოს და ჩათვალოს, რომ ჰუმანიტარული საგნები არის მისთვის უფრო პრიორიტეტული და ამ კუთხით წავიდეს, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინოს, რომ მაგალითად ტექნიკურისკენ უფრო იხრება და ეს დაჯგუფება თავიდანვე უკვე რაღაცას მიმართულებას აძლევს, რომელიც არ ვფიქრობ, რომ მე-7 მე-8 კლასელი ბავშვისთვის რაღაცა ჩამოყალიბებული არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინც ჯობს, რომ სკოლაში ყველა ბავშვთან მოხდეს თანაბარი შესაძლებლობებით მიცემა, სხვადასხვა საგნების, სხვადასხვა სფეროთი დაინტერესება და მერე გამორკვევა და მერე ჩამოყალიბება, რომელი მიმართულებას აირჩევს. ან თუნდაც მაგალითად შეიძლება ქართული მიყვარს და მეხერხება და ამავდროულად მათემატიკაც მიყვარს და ისტორია მაგალითად არ მაქვს სურვილი რაღაც ხო შეიძლება ასეთ შემთხვევებიც იყოს. და რეფორმები ვახსენეთ ჩვენ რამე ხო არ გახსენდება ისეთი კიდევ რა მოსწავლეობის დროიდან რაიმე ისეთი რეფორმა, რომელიც თქვათ დაინახეთ როგორც მოსწავლეებმა მაგალითად. მე-12 კლასმა მოგვიწია ჩვენ დროს რო სწავლობდით, მე შემოვიდა რომ მე-12 კლასისა კიდევ ერთი წელი დაგვემატა და ამაზე ცოტა ისეთი პროტესტი ქონდა რომ კიდევ ერთი წელი უნდა გაგვეტარებინა. ასევე გამოცდები ჩავაბარეთ ჩვეულებრივად, ერთიანი გამოცდები ჩავაბარეთ, თუმცა მაშინ ახლა დღევანდელისგან განსხვავებით უფრო სხვანაირად იყო საგნების მიხედვით. ანუ ეს რეფორმები რაც იყო, ეს დაყოფა, კლასების არევა ცოტა იყო დისკომფორტი შედარებით, რაც ისე მახსენდება. როგორ ფიქრობ, საგნებზე ვლაპარაკობდით და აღნიშნეთ, რომ ყველა საგანში ვთქვათ მოსინჯოს ბავშვმა ნამდვილად ხო რაღაცად შეუძლია დაინტერესდება თუ არა და ასე შემდეგ. აი დღევანდელი კურიკულუმით როგორც არის ეს და როგორც მაშინ იყო პრინციპში. არა თუ 20 წლის წინ კი არ შეიძლება 40 წლის წინაც კი ასე იყო ხო სინამდვილეში რაღაცა საგანთა რაოდენობა, რომელიც სავალდებულოდ უნდა გაევლო დამაკმაყოფილებლად მაინც მოსწავლეს. რამდენად მიგაჩნია რომ ეს სწორია? ვიმეორებ, არ გულისხმობ მაინც და მაინც რომ მოსინჯოს, რაღაცა დაინტერესდეს რომელიმე საგნის, ხო, ან საგნობრივი მიმართულებით. არამედ აი ასე სავალდებულად და სიღრმისეულად, სინამდვილეში ჩვენთან რა საგნობრივი შინაარსებიც არის ყველა საგანში. ეს არის სიღრმისეული შინაარსი, ხო? რომ ასე მივაწოდოთ და აუცილებლად გაიაროს ყველა ბავშვმა. და ხომ იცი ხო როგორ ხდება იგივე არ ვიცი მოსწავლეობის პერიოდიდან თუ როგორც მასწავლებელი, რომ ბავშვებისთვის ეს ჩემი აზრით არ არის მარტივი და კომფორტული. ხომ არ გიფიქრე ამაზეც ან ანუ ზოგადი განათლება, ანუ რას მეკითხე რომ ხო, ანუ აი დავუშვათ 15 საგანი აუცილებლად უნდა ისწავლოს ბავშვმა.
ხო, ზოგადი განათლება სკოლაში უნდა მიიღოს, ჩემი აზრით, აი რაღაცა ზოგადი წარმოდგენა უნდა შეექმნას ყველა საგანთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ მაგალითად 15 საგანს გაივლის 20 თუ 5. მთავარი არის ამ საგნებს როგორ მივაწოდებთ, როგორ დავაინტერესებთ ბავშვს და როგორ ჩავრთავთ ამ პროცესში, იმიტომ რომ თუ ჩემი აზრით აი საგანი არის საგანს მასწავლებელი შეასწავლის საინტერესოდ ბავშვის ინტერესზე ასაკზე მორგებულად, მეტნაკლებად ბავშვი მაინც ჩართული არის ამ პროცესში. და ეს ჩემი ასეთი რაღაცნაირი საინტერესო საკითხია. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ 15 საგანს ასწავლის საინტერესო მასწავლებელი, საინტერესო დააწოდებს ბავშვებს აი ამ საგნებს, ხო, აი როგორიც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. შეიძლება ბავშვი ამ 15-ვე მიმართულებით იყოს ჩართული და გამოავლინოს. გულისხმობ არა ვიღაც გამორჩეულ ბავშვებს, აი ჩვეულებრივად, აი უმრავლესობა ბავშვებზე რომ ვიკითხოთ. ხო, ყველა საგნით ერთნაირად შეიძლება არ დაინტერესდეს მოსწავლე და არ იყოს ერთნაირად ჩართული. ალბათ უფრო თვითონაც რომელი საგანიც მეტად არის მის ინტერესთან ახლოს, იმ საგანში უფრო არის ხოლმე ჩართული. და ამ მიმართულებით შეიძლება გააძლიერო ამ მიმართულებით მუშაობა. აი მასწავლებლებზე მოგვიყევი კიდე სხვა მასწავლებლებზეც გარდა პირველი მასწავლებლის ასე მაქვს მონიშნული რომ საწყის ეტაპზე დაწყებით საფეხურზე გასაგებია ხა ყველა მასწავლებელი პატივცემულია და ხო როგორც არის ხოლმე წარმოდგენილი. აი უფროს კლასებში რამდენად პატივცემული იყვნენ მასწავლებლები, არა მხოლოდ შენი, აი თუნდაც თანაკლასელებიდან გამომდინარე და როგორ გამოხატავდით ხოლმე, ან თუ არ იყო ასე გარკვეულ შემთხვევებში ამის მიზეზებზეც სხვა შეგიძლია რომ გითხრა. დაწყებით ის მასწავლებელი ერთი მყავდა, ვინც პირველიდან მეოთხე კლასში ჩათვლით მასწავლდა, როგორც უკვე ვთქვი, შემდეგ მყავდა ახალი დამრიგებელი და აქაც ორჯერ მოხდა დამრიგებლის ცვლილება, მაგრამ ორივე დამრიგებელი არაჩვეულებრივი შემხდა, გამიმართლა. საგნობრივ და აქვე ვიტყვი, რომ არ ვიცი, ახლაც ესეა თითქოს ჩემს პრაქტიკასაც რომ უყურდები, დამრიგებლის მიმართ ბავშვს უფრო სხვანაირი დამოკიდებულება უყალიბდება, ვიდრე საგნის მასწავლებლის მიმართ. თითქოს უფრო ახლოს არის დამრიგებელთან რაღაცა სხვანაირი პატივისცემა და სიყვარული აქვს მის მიმართ ჩამოყალიბებული. საგნის მასწავლებლები მაღალ კლასში უკვე სხვადასხვა გვყავდა და არ ვიცი, ახლა ესე ერთხელ შემხვდა ერთ-ერთი საგნის მასწავლებელი და მითხრა, რომ ჩემთვის მახსოვ ხართო თქვენი კლასიო, მე-10 კლასში იყავითო და პირველი გაკვეთილი მახსოვსო თქვენთანო, იმიტომ რომ ახალი დაწყებული მქონდა და მე ვკითხე, აბა როგორ გახსოვთ? აი ესე მოიქეცითო რომ არასდროს დამავიწყდებაო და არა, მგონი პირიქით. ხო, აი იყო რა თქმა უნდა ის ბავშვური სიცელქეებიც, რაც ახასიათებს კლასს გადალაპარაკება, გადმოლაპარაკება მასწავლებლის შენიშვნებიც, მაგრამ აი ამ გადმოსახედიდან რომ ვაკვირდები, თითქოს უფრო აი ცოტა დიქტატორული მიდგომები უფრო იყო მაშინ, ვიდრე ახლა არის რომ ვაკვირდები. ან შეიძლება ჩემს თავზე ვისაუბრებ, მე როგორი მიდგომაც მაქვს. მაგრამ იყვნენ მასწავლებლები, რომლებთანაც რაღაცა შიშის გამო ვიყავით, ასე დისციპლინა იყო კლასში დაცული, იყო მასწავლებლები, რომლებთანაც პირიქით პატივისცემი და სხვა ურთიერთობა გქონდა და სხვადასხვანაირად რა. თვითონ როგორ სწავლობდი საგნებს? მე ნორმალურად. მე სხვა გადაცემაშიც ვთქვი, რომ არ ვიყავი ასე ვთქვათ ფრიადოსანი მოსწავლე, ადრე იყო ესე ფრიადოსანი, ხო, ჩემს ესე იგი მოსწავლეობის პერიოდში იყო 5 ბალიანი სისტემა, მე 10 ბალიანი შემოვიდა, ანუ ამასაც მოვესწარი მოსწავლეობის პერიოდში. არ ვსწავლობდი ასე ვთქვათ 5 ბალიანზე რო ვთქვათ, 5-ებზე სულ. მყავდა 5-ებიც, 4-ებიც, 3-ებიც. ნუ ნორმალურად რო ვთქვა. საყვარელი საგნები ხომ? საყვარელი საგნები ძალიან მიყვარდა, ჰუმანიტარული საგნები, ესე ვთქვათ, ქართული, აი ძალიან კარგად გამომდიოდა ესეების წერა და უფრო სიამოვნებით ვაკეთებდი. ტექნიკური საგნები შედარებით მიჭირდა ხოლმე და
აი არ ვიცი ხლა მახსოვს განსაკუთრებით დაწყებითში ძალიან მიჭირდა დეციმეტრები და სანტიმეტრები. აი ჩემთვის იყო რაღაცა აქილევსის ქუსლი და მათემატიკისაგანი ძალიან მიჭირდა მოკლედ. და ახლა როდესაც ახლა მასწავლებელი ხო ვარ და დაწყებითებში მოგეხსენებათ რომ სხვადასხვა საგნებს ვასწავლით. კი, ხო მე თურმე რა მარტივი ყოფილა. აი დიდი სიამოვნებით ვატარებ მათემატიკის გაკვეთილს. ანუ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში რო საგანი ცოტა ისე მიჭირდა და შიში თუ ვიყავი, ახლა განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს და სიამოვნებს პირიქით. ხო, ერთ-ერთი საინტერესო ჩვენთვის შეიძლება ითქვას მასწავლებლებისთვის არის ხოლმე, აი ხომ არ გახსენდება რაიმე, რომელიც რაღაცა გზით მიგახვედრეს ან გასწავლეს, თუნდაც იგივე დეციმეტრები ან სხვა რამე. იმიტომ რომ ყველა ბავშვი ხო ერთნაირად არ სწავლობს, ხო ის რაც გასაგებია ბევრისთვის, შეიძლება ვინმესთვის სხვანაირად იყოს საჭირო. ასეთი რამე აი დღევანდელი გადმოსახედიდან ხომ არ აღმოგიჩენია, თუნდაც იგივე შენს მასწავლებლებში, რა მიდგომა ჰქონდათ, ან აი კონკრეტული რაღაცა ნაბიჯი პედაგოგიკური, რომელიც გადადგა თქვათ მასწავლებელს. ვიზუალური თვალსაჩინოებები პირადად ჩემთვის იყო ხოლმე უფრო გასაგები, აღქმადი და უფრო კარგად ვიგებდი. ჰქონდათ ესეთი პლაკატები მასწავლებლებს თვალსაჩინოებისთვის, რომ შემოჰქონდათ ხოლმე, ან დაფაზე ცდილობდნენ ხო, აი მაგალითად მათემატიკაზე შეიძლება დაფაზე განეხორციელებინათ ნახაზი და ისე აიხსნათ, ან თვალსაჩინოებით, აი ასე უფრო კარგად მესმოდა ხოლმე პირადად მე, ვიდრე მხოლოდ აი ლექციური ტიპის გაკვეთილი რომ ყოფილიყო. ნაკლები იყო, ხა ჩემ მოსწავლეობის დაწყებითებში განსაკუთრებით პროექტორი ნაკლებ გამოიყენებოდა ხო მაგრამ აი ეს ვიზუალიზაციას მაინც მაშინაც ახორციელებდნენ ზოგიერთი მასწავლებელი და უფრო კარგად გამოდიოდა მაგალითად ქიმიაში ეს ფორმულები ქიმია გვიტარდებოდა ცალკე ქიმიის ოთახში სადაც ლაბორატორია იყო და აი ეს ცდებიც მაშინ რასაც გვაკეთებინებდნენ ეს მასწავლებლები ეს კოლბებით და ასე შემდეგ უფრო საინტერესო იყო და უფრო დაინტერესებასაც იწვევდა ხოლმე ასეთი პრაქტიკული მუშა გაკვეთილები. 10-ოსანი, 5-ოსანი მოსწავლეები ყავდათ კლასში. კი, რა თქმა უნდა, ყავდა. და რა დამოკიდებულება გქონდათ მათ მიმართ, ან ასეთი მოსწავლეების მიმართ, ან მასწავლებლის შვილი ხომ არ ყავდათ? მასწავლებლის შენ ხომ არ იყავი? არა, მე არ ვიყავი, მასწავლებლის შვილი მგონი არ ყავდა. ნუ ჩემ კლასში არ იყო ყოველ შემთხვევაში 10-ოსანი ესეთი მოსწავლეებიც ყავდა, რომელთანაც ყველას გვინდოდა ხოლმე დაჯდომა და შემდეგ გადაწერა რაღაცა შეფასების და ცოტა იყო ხოლმე ან იგრძნობოდა ხოლმე მაინც კლასში რომ აი ვიღაცა არის 10-ოსანი და ვიღაცას ნაკლებ გამოსდის ბავშვი ყოველთვის გრძნობს მასწავლებლის თუნდაც ერთ კომენტარს რა დატვირთვა აქვს შეიძლება ესე არ განავრცოს მაგრამ იგრძნობოდა ხოლმე და რაღაცნაირად არც თუ მთლად პოზიტიურად აღიქმებოდა ალბათ სხვა თანაკნასელებისგან შეიძლება ან პირიქით იმდენად არ იყო ეს გამოხატული, ან იმდენად ჯანსაღად იყო გამოხატული, რომ პირიქით ეს, აი როგორც აღნიშნე, დაჯდომას და პირიქით მეგობრობას და რაღაც თანამშრომლობას და ასე შემდეგ იწვევდეს. ხო, ეს სერიოზული თემაა სხვა შორის. ხო, აი ვერ ვიტყვი, რომ აი ვიღაცა თუ 10-ოსანი იყო, სხვას მის მიმართ რამე ნეგატიური ან აგრესიული დამოკიდებულება ჰქონოდა ან რაღაცა დაბულინგების მსგავსი არა, უფრო აი პოზიტიურად შეიძლება და გამოიყენებინათ მისი 10-ოსნობა ან უფრი 10-ოსნობა სხვას. თვითონ აი რომ დაუბრუნდეთ ერთმანეთთან ურთიერთობას ბავშვების ხომ არ იყო რაღაც ისეთი ნეგატიურს გულისხმობ ამ შემთხვევაში და ეს ჩვენ გვაინტერესებს პრინციპში რომ დღეს გავითვალისწინოთ თუნდაც თუ მასწავლებლებმა თუ მშობლებმა რაღაცა ან რა იწევდა გარკვეულ ცუდ ან რეპლიკას ან კომენტარს ერთმანეთში და როგორ ახერხებდით თქვენ თვითონ ბავშვები თუ მასწავლებლები აი ამ დარეგულირებას
მე ვერ არ მახსენდება რომ აი მე ჩემს თავზე მქონოდა რაღაცნაირად კარგი დამოკიდებულება მქონდა კლასელების მიმართ და თვითონ ერთმანეთსაც. მაგრამ რა თქმა უნდა იყო ხოლმე კლასში არც ერთი კლასი არ არის ისეთი ოჯახი არ არსებობს კლასი კი არა რაღაცა კონფლიქტი არ ყოფილიყო. ცოტა მახსენდება ესეთი შემთხვევა რომ კლასში იყო ახალი გადმოსული მოსწავლე და აი მის მიმართ იყო სანამ მიმღებლობის მომენტი ცოტა გაუჭირდა რამდენიმე სწავლეს ამ ბავშვის მიმართ და ეს მახსოვს სადღაც მე-10 კლასში თუ მე-9 რაღაც ესეთი პერიოდი იყო რომ სანამ ეს ბავშვი მიიღეს ასე ვთქვათ ბიჭი იყო და ბიჭებმა თავიანთ კლასელად და მეგობრად იყო რაღაცა უსიამოვნო საუბრები კომენტარები რომლებსაც მგონი უფრო ჩვენ ვაგვარებდით ხოლმე რაღაცა არ მიდიოდა მასწავლებლის ყურამდე თვითონ ფიზიკური დაპირისპირებები თუ ხდებოდა ხოლმე კლასში ან სხვა კლასელებთან იცით როგორი უფრო აი რაც მახსენდება ის კამის გამოცლა რაღაცის დადება ცოტა ესეთი რამაც ერთი-ორჯერ რაღაცა საფრთხე შეიძლება შეუქმნა ჩვენს თანაკლასელს ალბათ უფრო დაუფიქრებლად ვიდრე მიზანმიმართულად მასწავლებლის მხრიდან თუ იყო ხოლმე ცხადია კონკრეტებას და რამეს არ გთხოვ, მაგრამ მაინც თუნდაც ამ ფიზიკური ან ისეთი რაღაც არასასურველი დამოკიდებულებები ხოლმე ბავშვებთან. კი, იყო ხოლმე სამწუხაროდ ყოფილა შემთხვევა, რომ ნუ არ ვსაუბრობ რაღაცა სიტყვიერზე, ფიზიკურადაც ყოფილა ესეთი შემთხვევა და აი რამდენი წელი გავიდა ხო, მაგრამ მაინც მახსოვს. პირადად ჩემ მიმართ. ხო, ჩემს მიმართაც იყო. ჩემს მიმართაც იყო და ჩემი კლასელის მიმართაც ყოფილა, ბოდიშიც მოიხადა იმ წამსვე მასწავლებელმა, მაგრამ მაინც აი რაღაცა დიდხანს მიყვება მერე. რა თქმა უნდა, ხო, არათუ მიყვება და გახსოვს, ხო, აი მეც ახლა იმოქმედა ჩემზე. მართალი რომ გითხრა. თუმცა ერთით აღვნიშნოთ ერთი რამეც რომ გარკვეულწილად რაღაც პერიოდამდე ეს ერთგვარი წესი იყო და რუტინა იყო მოსწავლის ფიზიკური დასჯა, ხო? ახლა ჩვენ გვახსოვს წლები, როცა ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი მასწავლებლის საქმიანობა იყო, რომ რაღაც დისციპლინის უზრუნველყოფის მიზნით, იმიტომ რომ იმ გარემოში შეიძლება ითქვას სხვაგვარად შეუძლებელი იყო რაღაცნაირად ხო ამ ბავშვების რაღაც იძულება ხო მაგრამ ხო დღეს უკვე ახლა ამას ისე განვიხილავთ როგორც რაღაც შეუსაბამოს და წარმოუდგენელს ხო უფრო მგონი წელიც იყო ეგეთი რაღაცა 90-იანებიც პერიოდი მანამდეც ხო სტილი ესეთი უფრო იყო რაღაც შემთხვევები დღესაც ამოვარდება ხოლმე ასეთ შემთხვევები მაგრამ ეს მართლა შემთხვევებია და გამონაკლისები როგორც წესი რაც ცხადია ასეც უნდა იყოს მინდა კითხო პატრიოტიზმზე აი რამდენად ყალიბდებოდა სკოლაში ან რამდენად ზრუნავდნენ ამაზე ან საერთოდ ეს სკოლის თემა არის აი დღესაც რო ვიკითხოთ სკოლაში ყალიბდება ეს ან როგორ ყალიბდება ან რამე ხომ არ შეიძლება გაიხსენო ამ მიმართულებით და რამდენად ასე ვთქვათ არაყალბად აი ეს სიტყვა რო ქნა და არა რაღაც ტრაფარეტულად ხდებოდა ასეთი გრძნობის ჩამოყალიბება. თუ საერთოდ არ იყო თქვენი სკოლის მიზანი ეს? აი უფრო ისტორიის გაკვეთილზე, საქართველოს ისტორიას, როდესაც სწავლობდით ხოლმე, იქ ხდებოდა ამ თემის განხილვა, ხა გაკვეთილიდან გამომდინარე, მაგრამ შემდეგ უკვე ამაზე საუბარი, პრეზენტაციების მომზადება, რაც ეხლაც აქტიურად ვაკეთებინებთ ბავშვებს, იყო ხოლმე, როდესაც ჩვენ თვითონვე ვამზადებდით. ქონდა კლასში ესე ცალკე გერბიც, ხო არის ყველა სკოლაში დროშა, რომლის დატვირთვაც და მნიშვნელობაც ვიცოდით. რატოა ქონდა და ჰიმნიც და ესე გვიმღერია კიდევაც კლასში ასე რაღაცა კუთხით რა თქმა უნდა რაღაც თავისი როლი ქონდა სკოლას ხო რაღაც ისეთი ასე ვთქვათ სიმბოლოების მიმართ და ასე შემდეგ გარკვეული მიჩვევა შეიძლება ითქვას კი სხვა საკითხია რამდენად აყალიბებს აი ამ
გრძნობას ეს ყველაფერი შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო სხვა რამეც სჭირდებოდა, ან სჭირდებოდეს დღესაც დღევანდელი გადასახედიდან, ხო? იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი საზოგადოების, თავისი ქვეყნის გულშემატკივრად იგრძნოს თავი, ხო? ხომ არ შეგიძლია გითხრა, აი პირადად როგორც აი დღეს მასწავლებელი რას ცდილობ ამისთვის, თუნდაც აი ერთმანეთისთვის, ერთმანეთის სიყვარულზე, პატივისცემაზე და არა რაღაც მაინც და მაინც მე სუდად პრინციპში ცუდია ახლა სკამის გამოცვლა ცუდია ყველასთვის და ყველა ასაკში რომ ნაცვლად ამისა სხვა რამით ვეხუმროთ თქვათ ერთმანეთს და ასე შემდეგ ცოტა შენი გამოცდილებაც ამ ჩემ როგორც მასწავლებლის და კვლავ დაუბრუნდეთ მე ეს ან ჩემთვის მასწავლებლისთვის აკადემიურ ნაწილზე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის სოციალური უნარები, რომლის განვითარებასაც ზრუნავდა თუ ყოფილა საჭიროება იმისი, რომ მაგალითად სოციალური რაღაცა თემისთვის უფრო მეტი დრო ყოფილა და რომ დავუთმო მოკლედ ამერია. ანუ სოციალურ თემას თუ მოუთხოვია რომ უფრო მეტი დრო დამითმია და რაღაცა ის საგაკვეთილო თემა გადამიდია შემდეგი გაკვეთილისთვის, რაც ბუნებრივი არის. აი ყოველთვის ვცდილობ რომ ერთმანეთის მიმართ პატივისცემაზე, მეგობრობაზე, ემპათია, ეს ყველაფერი ჩამოუყალიბო, მაგრამ მარტო საუბარი არ არის ხოლმე საკმარის. აი ხშირად ვაყურებინებ ხოლმე ფილმებს, ანიმაციურ ფილმებს, შემდეგ რა თქმა უნდა ხდება ამისი განხილვა, რაღაცა თემების დაწერა რომელიც ამ თემას ეხება თვითონ თავიანთი დამოკიდებულებების გამოხატვა. ანუ კარგი არის, როდესაც ბავშვს აძლევ იმის საშუალებას და ყოველთვის ვეუბნები, რომ აი შენ როგორ გინდა რომ მოგექცნენ და ამაზე რომ საუბრობ, შემდეგ უკვე ძალიან მარტივად ხვდება, რომ ესე იგი შენ თუ ეს გინდა რომ პატივი გცენ, რაღაცა სიყვარული გამოხატონ შენს მიმართ მეგობრული დამოკიდებულება, ესე იგი შენც ასევე უნდა მოიქცე. და ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ რომ კლასში როდესაც რაღაც არასასურველი მოხდება და მასწავლებელი ამას დაინახავს ან მის ყურამდე მოვა, რეაგირება მოახდინოს, მყისიერ რომ ეს საკითხი არ დარჩეს რაღაცა ყურადღების მიღმა და რაღაცა ფესვები არ გაიდგას, იმიტომ რომ განსაკუთრებით დაწყებითებში სჭირდებათ ბავშვებს რაღაცა მიმართულების მიცემა, სწავლა და იმისი მხარდაჭერა, რომ ეს ამ ყველაფერსთან გამკლავება შეძლონ. მაინც სჭირდებათ უფროსების მხარდაჭერა. მადლობა. ძალიან საინტერესო რამდენიმე რამე გამოიკვეთა ახლა რასაც საუბრობ, რომ ერთი ისაუბრონ ბავშვებმა თუნდაც თავიანთ ამბებზე. აი შეგვიმჩნევია ხოლმე, ხო, როგორ უნდათ რომ რაღაცა მოყვენ, რომ ვიღაცამ რაღაცა დაუშავა. არა მეორესაც ასევე უნდა რომ არა მასე არ იყოს სხვანაირად. და ამას თუ მასწავლებელი მოაქცევს რაღაც საგაკვეთილო ჩარჩოში პირობითად თქვა სადისკუსიო მსჯელობის საგნად აქცევს ხო და ასე წარმართავს მსჯელობას უკეთესი რა უნდა გააკეთოს გნება თუნდაც ქართულის აკადემიური მიზნებისთვის ხო არ ვიცი აზრის გადმოცემა ჩამოყალიბება რაღაც საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმა და ასე შემდეგ ხო და რამდენად მოტივირებულია ამ დროს ბავშვი ხო ეს და თან როგორ მუშაობს ლაპარაკი მუშაობს ხო რაღაცა ქცევაზეც ხო ემოციაზეც და ასე შემდეგ კი და ასე ზოგიერთ შემთხვევაში არის ხოლმე უხერხული რაღაც საკითხები ან თემები და იგივე მულტფილმები რომ ახსენე მაგალითად ხო მულტფილმზე და იმ პერსონაჟებზე საუბარი შეგვიძლია თავისუფლად ხო თან თუ რამე ისეთი პრობლემაა კონკრეტული ძალიან კარგი არის რომ იმ თემაზე მორგებულია ჩვენო და უკვე კარგად დაინახავს და იგრძნობს და ასევე მარტო თქვენ თქვით წეღა რომ თავიანთი ამბების მოყოლა უნდა თუ არის კიდე შემთხვევა რომ თავის მეგობარზე ყვება ან მეზობელზე რომ აი იცით აი ესე გააკეთა და ისიც აწუხებს და აი სჭირდება შენგან იმის მოსმენა რომ აი რამდენად სწორი ან არასწორი იყოს იმიტომ რომ ის თავის მეგობარიც მისთვის რაღაცა მოდელი არის მაგალითია და რეაგირება კიდე როგორც აი დროული რეაგირება ეს დროული მაინც და მაინც არ ნიშნავს რომ იმავე წუთში ან იმავე დღეს ოღონდ შეფასება სჭირდება ცხადია შეიძლება ზოგიერთ რამეს პირიქით აი მეორე დღისთვის გადადება უკეთესი იყოს ხო და ასე შემდეგ კეთილი დირექტორებზე მინდა კითხო დირექტორი ხო მარ გქონია რამე შეხება ხოლმე როგორც მოსწავლეს ან
დაბალ საფეხურზე თუ მაღალ საფეხურზე შეიძლება უფრო ხშირად. ან ერთი ყავდათ რამდენიმე თუ ასე როგორ იყო ეს? ვიტყვი დირექტორიც რამდენიმე მყავდა ჩემი მოსწავლეობის პერიოდში. პირველი დირექტორი ვინც იყო, მახსოვს სახელი და გვარი. და ყავდა მწვანე ფერის მანქანა, მგონი 24 იყო, თუ აი რაღაცა ისეთ ძელებული მანქანა იყო და აი კაცი იყო, მამაკაცი იყო და რომ მოდიოდა ხოლმე, აი კედელზე ვეკრობოდით. ისეთი შიშის არ იმცემდა და სკოლის გარეთაც თუ სანმე მწვანე მანქანას დავინახავდი, რაღაცნაირად ისეთი მქონდებოდი ხოლმე. და რატო რა იწოდა? პატარა იყავი ხო? ხო, აი ძალიან გვეშინოდა, რატომღაც ყველა ესე იყო, ზედმეტად ვერავინ ვერ გაირბენდა. შემდეგ შეიცვალა, მგონი ორჯერ შეგვეცვალა დირექტორი და ხო, რამდენიმე ის განახილვა იყო, შემდეგ ცოტა მოვეშვიდე, მგონი უკვე აღარ გვეშინოდა. რამე საუბარი ესე განხილვა გქონიათ, მით უმეტეს რა წლებია ეს ხო, მთელი რაღაცა გარდამავალი პოლიტიკური და ასე შემდეგ წლებია და თქვენ თუნდაც ის თავისუფალ დისკუსიაში ან თუ შედიოდით ხოლმე. ნაკლები ხა არ მახსენდება რომ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ეს დისკუსია შევსულიყავი დირექტორთან ერთხელ მახსოვს ასევე რაღაც საშუალო საფეხურის მოსწავლე ვიყავი რომ ყველა ნათია დაიბარეს კლასიდან რომ ვიღაცა სკოლის კედელზე დააწირა ნათია მიყვარხარ და ყველა ნათიები აღმოჩნდით დირექტორის კაბინეტში და ჩემო მასწავლებელმა უთხრა ესო გაუშვათ ეს არის. არა, ალბათ იცოდნენ და უბრალოდ ამას ვინ შეიყვარებსო თუ რატო? არა, ალბათ იცოდნენ დაახლოებით, მგონი იმიტომ რომ პატარა ვიყავი ალბათ იმ მასაკიდან გამომდინარე და ეს მახსოვს ეს ერთი ფრაგმენტი დირექტორთან შესulis დანარჩენი ისე. ხო, არ დამიშავებია ისე ალბათ რომ აღმოჩენილი. არ დამიშავებია ისე რომ ვინმე შეყვარებოდი, ხო, შენ ასე იმართლებდი. საინტერესოა. წარმატება რა იყო? მოსწავლის წარმატება თქვენ სკოლაში, რა იგულისხმებოდა ამაში? რა უნდა გაგეკეთებინა, ან არ გაგეკეთებინა და როგორ თვლიდი შენს თავს? ან ვინ კლასელები როგორ აღწევდით ამ წარმატებას? თავიდან იყო დაფა, ფრიადოსნების დაფა, სადაც გამოკრული იყო იმ მოსწავლეების ფოტოები თავისი სახელი და გვარით, რომლებიც სწავლობდნენ ხუთევზე და ჩემი დის სახელი ყოველთვის იყო ხოლმე, ჩემი არა. მე ეს დაფები მოიხსნა, ასე ვთქვათ. და უფრო გადავიდა ეს შეფასებები უფრო განპირობებული იყო, რაც ჟურნალში აისახებოდა ხოლმე ჩვენს მაშინდელ მატერიალურ ჟურნალში. წარმატებების იყო ხოლმე ოლიმპიადები, ესეების კონკურსი და ნუ ეხლა მე ცოტა ძლიერად ვიყავი ამ ესეების კონკურსში და მახსოვს ერთხელ რომ რაღაცა გავიმარჯვე და მასწავლებელი რომ შემოვიდა და გამოაცხადა კლასში რომ აი ვისი ნამუშევარი შეირჩა და ჩემი სახელი და გვარი დასახელდა და ესე გავფრთიანდი ძალიან მესიამონა და აი ესეთი კონკურსები, ოლიმპიადები მაშინდელი რაცშიც შეგეძლო რომ მონაწილეობა მიგეღო რაღაცას განაპირობებდა. თუმცა ეგ არ იყო საკმარისი რომ რაღაც კედელზე აღმოჩენილიყავი, ხო? ანუ რატო დავიჭირე ახლა ეს? ხო. რომ მხოლოდ აკადემიური წარმატება. თქვათ, ხო წარმატება ხო სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა. ხა რომ წარმოვიდგინოთ. ნიშნით არ განისაზღვრება. ხო, ჩვენი რომელიმე თუნდაც ან მომღერალი თუ პიანისტი თუ ფეხბურთელი და ასე შემდეგ. მართლაც აი წარმატებულობაზე რომ ვილაპარაკოთ და შეიძლება ვიღაცას პირველი სწორედ ისინი გაახსენდეთ. და აი ასეთ რამებს რამდენად ექცეოდა ყურადღება ხო? ანუ რაც ბავშვის მისწრაფება იყო, ხო, ვინმესთვის შეიძლება ცეკვა, ხო, ცეკვა იყოს მისწრაფება და აი ვერც კი ისვენებდეს, თუნდაც გაკვეთილზე იმდენად. ხო, აი ამ მიმართულებით რა ხდებოდა? ან თუნდაც რო ვიკითხოთ დღეს რა ხდება, როგორ ფიქრობ? აი ღონისძიებებში უფრო ხდებოდა ხოლმე უნარების მიხედვით გადანაწილება, ვისაც რა შეეძლო იმ უნარის მიხედვით ჰქონდა როლებიც მორგებული, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც ჩემი მოსწავლეობის პერიოდში უფრო აკადემიური ნაწილით ხდებოდა, ასე ვთქვათ, დახარისხება, შეფასება მოსწავლეების.
ვიდრე დაუშვათ რაღაცა უნარებით. თუმცა ეს უნარებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ ადამიანის შესაძლებლობას განსაზღვროს რაღაცა კონკრეტული ნიშანი, კონკრეტული ქულა, რომელსაც ის აქვს და არც ის განსაზღვროს, ეხლა ათებზე რო დავთავრებს, მის სამომავლო წარმატებასაც არ განსაზღვროს არანაირად მისი მოსწავლეობის პერიოდში მიღებული შეფასებები. და აქვე რომ დავაკავშიროთ მოსწავლეებთან ურთიერთობა, უпроსორად ბავშვების ერთმანეთთან ურთიერთობა, თანაკლასელების. არა მხოლოდ თქვათ ეზოში და გაკვეთილებს შემდეგ და ასე შემდეგ. გულისხმობ მათ შორის სასწავლო ურთიერთობებიც, ერთმანეთთან თანამშრომლობა, ისეთი კომპეტენციაა ეს ხო თანამშრომლობა. რომელიც სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და საჭირო კომპეტენციაა. ამ ხრივ რა ხდებოდა? თუ გიბიძგებდათ ვინმე ან რაიმე დავალება მოსწავლეებს, კლასელებს, რომ და რაღაც ერთად გაგეკეთებინათ, იქ როლები გადაგენაწილებინათ, არ გეჩხუბათ და ისე მიგიყვანათ საქმე ბოლომდე, მოგეგვარებინათ პირიქით რაღაც კონფლიქტური სიტუაცია. რამდენად იყო ხო ამაზე? კი, ჯგუფური სამუშაოები ქონდა ხოლმე, რაშიც თავისთავად როლების გადანაწილება და რაღაც გარკვეული სამუშაოს შესრულება არის სავალდებული და აუცილებელი, რომელსაც ნაწილობრივ მასწავლებლის ჩართულობით ამას ვახერხებით ხოლმე. ასევე მშობლების ჩართულობაზეც მინდა ვთქვა, განსაკუთრებით ხა როდესაც დადიხარ შენი უბნის სკოლაში, შესაბამისად ბევრი სანაცნობო არის, იქ მეზობლები ასე შემდეგ და განსაკუთრებით დაწყებითში მაგალითად ვიყავით თანაკლასელები, ისეთი მოსწავლეები, ვინც ასე ვთქვათ ერთი უბნიდან ვიყავით, მეზობლები ვიყავით, მშობლებიც ჩართულები იყვნენ და მაგალითად სკოლიდან სახლამდე ან სახლიდან სკოლამდე ერთად მივდიოდით, ერთმანეთთან ურთიერთობა გქონდა, ერთად ვთამაშობდით, რაც ასევე დაახლოებას იწვევდა და კარგი ურთიერთობის და რაღაცა მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას სკოლაშიც. ხო, მშობლის როლზე მინდა და კიდე ცოტა მეტი გითხარი საკუთარ მშობლებზე. ან რაიმე ესეთ ცოცხალი მაგალითები თუ გახსენდება კიდე თუნდაც სასწავლო ან სხვა გარემოში და იგივე როგორც ვთქვათ მასწავლებელი დღეს როგორ ითვალისწინებ ან თუ გინდა მშობლებმა როგორ უნდა გავითვალისწინოთ ასეთი რამეები ან რა შეიძლება გავაკეთოთ აი ბავშვებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. დედაჩემი არის ჩემი მეგობარი, უახლოესი ადამიანი ახლა და მაშინაც. და ყოველთვის მქონდა ხოლმე დედაჩემთან კომუნიკაცია, მაგალითად ძალიან განვიცდიდი ხოლმე თუ ჩემს მეგობარს მასწავლებელი გადასვამდა სხვაგან, შეიძლება ამაზე მეტი რა. ნუ მასწავლებელი ამიხსნიდა, მაგრამ ცალკე დედაჩემიც მიხსნიდა, რომ აი ეხლა ასეა საჭირო, ეხლა ისე, დედაჩემთან ყვებოდი ხოლმე, ესეთ გახსნილი ურთიერთობა მქონდა, ყვებოდი მაგალითად დღის განმავლობაში რა მოხდა. ხო, ეს აუცილებელი არის ახლაც და ყოველთვის რომ მშობელმა კითხოს ის კი არა რა მიიღე და აბა რა დაგიწერეს, რა მოხდა სკოლაში, აი რა გაგიხარდა, რა გეწყინა, რა იყო შენთვის საინტერესო, რომ ბავშვის ემოციები, ბავშვის მდგომარეობა იცოდეს და საქმის კურსში იყოს და ყოველთვის რაღაცა მის პულსზე ედოს ხელი. მშობელი არის პირველი ადამიანი, რომელიც ბავშვს იცნობს, ასე ვთქვათ, სრულყოფთავიდან ბოლომდე, ხო, შეძლების დაგვარად და ასევე მასწავლებელი, მშობელი უფრო სახლიდან და შინაურული გარემოდან, მასწავლებელი თვითონ საკლასო გარემოდან. მასწავლებლის და მშობლის თანამშრომლობა ერთმანეთთან ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ერთად თანამშრომლობენ, მოსწავლის პროგრესიც უფრო რაღაცა შედეგობრივია და ეტაპობრივად ხდება. კიდე რაღაცა მკითხე? ხო, არა, იგივე ჩვენ შვილებთან რა შეიძლება გავითვალისწინოთ ან გავაკეთეთ თუ რამე. მოკლედ მშობლის როლზე ვიტყვი მაშინ. ეხლაც მე როგორც მასწავლებელი ყოველთვის ვცდილობ რომ მშობლებთან მქონდეს კომუნიკაცია. აი თუნდაც დღის განმავლობაში რა მოხდება კლასში, ყოველ შემთხვევაში მე მაქვს ხოლმე სურვილი რომ მშობლებს გავუზიარო, აი დღეს რა მოხდა კლასში. ის კი არა, აი ეს ავხსენი ის გასაგებია, მაგრამ იმის გარდა, აი ან რა პრობლემა გვაქვს კლასში, აი თუნდაც ურთიერთობები, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებები, იმიტომ რომ წეღანაც ვახსენე რომ ამ ასაკში დაწყებითებში განსაკუთრებით სჭირდებათ ბავშვებს რაღაცა მიმართულების მიცემა
მისცემა რჩევა დარიგებები. მშობელი თუ ჩართული არის, ინტერესდება, მასწავლებელს ენდობა, ეს აუცილებელი არის, რომ შენი შვილის მასწავლებელს ენდობოდეს. თუ შენი შვილის მასწავლებელს არ ენდობი, ცოტა ჭირს მე იქ რაღაცა შედეგებზე უფრო ისე გასვლა, იმიტომ რომ ნდობა უნდა გაგაჩნდეს. მასწავლებლის პირველი მიზანი ის არის, რომ ბავშვი იყოს კარგად, იზრუნოს მის სოციალიზაციაზე, აკადემიურ მოსწრებაზე და მშობლის პრიორიტეტიც ეს არის. ანუ მშობელს და მასწავლებელს ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ყავს ეს ბავშვი და თუ თანამშრომლობა დარღვეულია, იქ მე თვითონ პროცესზე და ბავშვთანაც აისახება და ბავშვიც უნდა გრძნობდეს, რომ მშობლისთვის მნიშვნელოვანი არის მასწავლებელიც. აი თუ გითქვამს მაგალითად მშობლისთვის, რომ დედისთვის ან მამისთვის, რომ თქვათ რაღაცა არ გინდა გესწავლა სკოლაში. რაღაცა საგანიან, რაიმე. და თქვენ რომ განმაზოგადოთ. ვინ უნდა წყვეტდეს საერთოდ რას უნდა სწავლობდეს ბავშვი სკოლაში? პირადი გამოცდილებიდან და თან განმაზოგადოთ. არ ვიცი ხა, მასე კომპეტენტურ პასუხს ხომ არ გახსოვს რაიმე ისეთი საგანი თუნდაც რომ გეტყვი აი რატო ვსწავლობ ამას? აი მაგალითად ფიზიკა არ მიყვარდა ხოლმე და ვერ ვგები ამ ფიზიკა მეგონი ტოპ საგანია. სამწუხაროდ ხათაშორის რა. კი, ცუდი მდგომარეობა გვაქვს მაგ ხრივ. ხო და ვისთვის როგორ პრინციპში, მაგრამ ხო არის საგნები, არაერთი და ორი სხვათაშორის, რომელიც ხო აი ჩვენს მოსავლებს რომ გადავხედოთ, უბრალოდ ის კი არა, საგანი კი არ არის, არა მხოლოდ საგანია გაუგებარი. ბავშვებისთვის გაუგებარია რატომ ასწავლიან საერთოდ ამ საგანს. აი მათემატიკაში მქონდა ხოლმე რაღაც საკითხებზე, რომ აი ეს რაში გამომადგება, რომ ვერ ხვდებოდი, მაგალითად აი ეს თემა რაში უნდა გამოვიყენო სამომავლოდ. ესეთი მომენტები მქონდა. აი ქიმიის სწავლა მგონი მე-7 კლასიდან დავიწყეთ, აღარ მახსოვს ზუსტად. დედაჩემმა დამწყებინა ცოტა ადრე, რომ აი დაიწყებო ქიმიის შესწავლასო, რაღაც მოთელილი იყო, ასე ვთქვათ და წარმოდგენა რო გქონდესო, რო არ გაგიჭირდესო, რაღაცა პერიოდით ადრე დამწყებინა, რომ შემდეგ არ გამჭირვებოდა. ხო, მოკლედ რთული საკითხია. დღეს სინამდვილეში ჩვენ ეს გადასალახი გვაქვს კიდევ, არ გვაქვს დღევანდელ სკოლაში ასე მკაფიო ჩამოყალიბებული ამაზე პასუხები. პირიქით რა პასუხიც მოძებნილი გვაქვს, მე რომ მკითხოს, კაცმა ეს არ არის სინამდვილეში პასუხი და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ფიქრი. კი ბატონო, ხომ არ გახსოვს რაიმე მშობლებისა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობა და აქვე მინდა კიდევ ერთი ტიპის მასწავლებლები გავიხსენო, არ ვიცი თუ გქონდა ურთიერთობა, რეპეტიტორები, ეგრეთ წოდებული რეპეტიტორები, პირადი გამოცდილება და ზოგადად რას ფიქრობ ამ მასწავლებლებზე დღეს თუნდაც? ჩვენ ესე ხშირად გვიტარდებოდა ხოლმე მშობელთა კრება, სადაც ეს განიხილებოდა ხოლმე საკითხი. ხომ არ ესწრებოდით ხოლმე ბავშვებიც? თუ არ გახსოვს? არ მახსოვს, სიმართლე გითხრა მოკლედ. მაგრამ ამბები ყველა ერთად განიხილებოდა რა, ესე ეხლა რომ ცალკე არა. განიხილებოდა საკითხი. რეპეტიტორები მყავდა, დავდიოდი რეპეტიტორებთან, უფრო მაღალ კლასში, როცა უკვე დავიწყე უნივერსიტეტისთვის ჩასაბარებლად, გამოცდების ჩასაბარებლად მომზადება, მაშინ დავდიოდი ხოლმე და განსაკუთრებით აი ისეთ საგნებში, რაც მაგალითად მიჭირდა, ვემზადებოდი ხოლმე. ოღონდ არა, ჩემი აქ ხაზგასმით ვიტყარ, ვიცი ისე დაიმთხვა თუ როგორ იყო, ვინც მასწავლიდა, იმასთან არ ვემზადებოდი, ანუ სხვა მასწავლებელთან. არ ვიცი, მაგას ვამბობ, ხა შეიძლება დაიმთხვა მეთქი ხო, მაგრამ ხო, მე პირდაპირ რომ თქვა ჩემ აზრს ვიტყვი, სულაც არ მიმაჩნია უხერხულობად არანაირად რომ მასწავლებელი მუშაობდეს დამატებით კიდევ თავის იმ მოსწავლეებთან, ვისაც სკოლაში ასწავლის. ეს შრომაა, მე მგონი სრულიად პატიოსანი შრომაა და მეტიც ასეთი ადამიანები ქეფის მეც არაფერს იმსახურებენ, ხო? ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში ადეკვატური მასწავლებლები არიან ნამდვილად თუნდაც დღევანდელი რეპეტიტორები, არანაირი რამე უარყოფითი ტექსტი არ მიგულისხმია ცხადია, ხო?
და ბარემ ერთი შეკითხვა, რამდენად წარმოგიდგენია, ან მისაღებია თუ არა, რომ ბავშვი აღზარდოს მშობლებმა იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც ისინი მიიღებენ, ბავშვთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად რაღაცა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და იმ სტანდარტებისა, რომელსაც ჩვენ საჯარო თუ კერძო სკოლებში ვახვედრებთ ბავშვებს. ამაზე თუ გაქვს სკოლაში რო არია რო? სკოლის გარეშე რომ აღზარდოს მშობელმა ბავშვი, მათ შორის აკადემიური მიმართულებითაც. და არის ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ აი სასკოლო გარემო, ის სოციალიზაცია ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ამზადებს სამომავლოდ ცხოვრებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, იმიტომ რომ იმ კლასში არის ძალიან ყველა განსხვავებულია, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველას თავისი ნიშა აქვს და აი იმ გარემოში ბავშვმა უნდა შეძლოს გამკლავება და კი მესმის უბრალოდ დამოუკიდებლად აღზრდაში ცხადია არ მიგულისხმია რომ სახში ჩაკეტოს და იქ აქ იგულისხმება ცხადია იქ სხვადასხვა წრეზე თუ რაღაცა სოციუმში ურთიერთობა და ასე შემდეგ. და თანდათან ბოლოსკენ წავიდეთ. ცხადია გააგრძელე უმაღლეს სასწავლებელში განათლება და ასეთი შეკითხვა რომ დავსვა თვითონ იმ სკოლამ, აი 12 წლის განმავლობაში რამდენად მოგამზადა თუნდაც იმ უმაღლესი სასწავლებლისთვის, სადაც მე აი იმ პროფესიისთვის ან რამდენად იქონია თუნდაც ზეგავლენა შენს არჩევანზე? რა თქმა უნდა, მომამზადა და გავლენაც იქონია, იმიტომ რომ უნივერსიტეტში რო ჩავაბარე, ჩემი იმ 12 წლიანი, ასე ვთქვათ, შრომის, სწავლის, ჩამოყალიბების შედეგი არის და გარდამტეხ მნიშვნელობას სცენს სკოლა თვითონ ბავშვს, იმიტომ რომ მისი ჩამოყალიბების პერიოდი იმ სკოლის პერიოდში ხდება, ხო? როდესაც სწავლობს და მადლობელი ვარ ჩემი სკოლის. არ არის ეს უნაკლო, არ მგონია რომელიმე სკოლა იყოს, თუმცა თავისი დადებითი, თავისი რაღაცა ნაკლოვანებებით, რაც მე 12 წელი გავატარე ჩემ სკოლაში, მადლობელი ვარ. კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ უფრო მეტად პოზიტიურად მახსენდება, უფრო მეტად დადებითად მახსენდება ჩემი სკოლის პერიოდი, ვიდრე უარყოფითად. თუმცა მახსოვს რაღაც მინუსებიც მახსოვს, მაგრამ საერთო ჯამში რო შევაფასო, უფრო მეტად დადებითად და აუცილებლად ვიტყვი ხაზგასმით, რომ ის უნარჩვევები უფრო აი აკადემიურზე მეტად რაღაცა ცოდნაზე მეტად მე ვფიქრობ, რომ უნარჩვევები ჩამომიყალიბა და განმივითარა სკოლამ, რომელიც გამომადგა ჩემს პროფესიაში. მართლაც და წარსულზე თუნდაც 10 წლის წინ რაც იყო 20 წლის წინ და ასე შემდეგ აღარ გვახსოვს ხოლმე ის რაღაც ბევრი უარყოფითი და ის თუნდაც უარყოფითი ემოციები რომელიც მაშინ ჰქონდა და რაღაცნაირად ტკბილია გასახსენებლად. თუმცა გაცილებით ნაყოფიერად რომ შეიძლებოდა ნებისმიერი 10 წლის მოზარდისთვის მოხმარება ასე ვთქვათ მისი განვითარებისთვის ხო ამაზე ცხადია ხა უკეთესი არ დაილევა. ერთი შეკითხვა მინდა ესეც სპეციფიკური და საგნობრივი ვეფხისტყაოსანზე. აი შენ და ვეფხისტყაოსანი ან სკოლაში და რა ხდებოდა და დღეს როგორ უყურებ შენ ამ ჩვენს ყველაზე რაღაც ისეთ კულტურულ მიღწევას თუ შეიძლება ითქვას. ვეფხისტყაოსანზე ხა პირველი რაც გამახსენდა, სახლში მქონდა წიგნი, რომელიც იყო შინაარსი, აი თითოეული იმით შინაარსი იყო და კარგად რო გამეაზრებინა და კარგად გამეგო, იმ ჩემს წიგნს ავიღებდი შინაარსს, წავიკითხავდი ხოლმე, შემდეგ ვიწყებდი ხოლმე, ასე ვთქვათ, დაზეპირებას და გაგება გააზრებას. იყო დაზეპირება კიდევ ხო? კი, რა თქმა უნდა, რა ვიცი, იყო და ესე ვიზეპირებდით ხოლმე, ვყვებოდით ხოლმე და ჩემი უნივერსიტეტში სამ რო დავიცავი, ასე ვთქვათ, დიპლომის დაცვა მქონდა დაწყებით კლასებში ვეფხისტყაოსნის სწავლებაზე ამ თემაზე მქონდა ამ თემის მიმართულებით. საინტერესოა ძალიან. ახსენე რაღაც ისეთი ცოტა არ იყოს რაღაც ურთიერთობები მოსწავლეებს შორის. ფორმა თუ გეცვათ ხოლმე სკოლაში, როგორ გეცვათ ხოლმე და ამ ტანსაცმელზე რაიმე დამოკიდებულებები ერთმანეთის ჩაცმულობაზე თუ გახსენდება, ან რამდენად ჯანსაღი იყო ასეთი
შეხედულებები თქვენ? ფორმა არ გვეცვა, საჯარო სკოლაში ახლა არ იყო, თუმცა მე მაქვს გამოცდილება ამ ფორმებთან დაკავშირებით უკვე მე როდესაც მასწავლებელი ვიყავი, 5 წელი მუშაობდი კერძო სკოლაში, სადაც იყო ფორმა და მე მაგალითად პირადი აზრია რომ მივესალმები ფორმებს, როდესაც ყველა მოსწავლეს ერთნაირად აცვია და რაღაცა არ არის რომელიმე მოსწავლე გამორჩეული. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში იყო ესეთი შემთხვევა, რომ ესე ერთხელ წავედით, ვიყიდეთ ახალი ყველაფერი, ფეხსაც დაწყებული ქვედა ბოლოზე და ასე შემდეგ და ასევე იმ დღეს აღმოჩნდა, რომ ჩემს თანაკლასელსაც ჰქონდა ახალი წანსაცმელები და ეხლაც მახსოვს, რომ ყველამ აქცენტი გააკეთა, იმის უფრო ფერად იყო. იმის იყო ცისფერ ფერებში, გაწყობილი, ჩემი იყო შავ-თეთრ ფერებში და ყველამ აღნიშნა, რომ შენ რაღაცა როგორ გიხდება და მე ცოტა ნაკლებმა მითხრა და მახსოვს. ალბათ არის სხვა ესეთი შემთხვევებიც, როდესაც უსვამენ ხოლმე ხაზს, იმიტომ რომ იციან მაინც ბავშვებმა ალბათ მეც მიმიქცევია ყურადღება, რომ ვიღაცას რომ მომწონებია ჩაცმის მხრივ და თუ ფორმები იქნება და რაღაცა ეს მაინც ეს ტანსაცმელი ახალი ნივთები, რაღაცა გამორჩეულობა მაინც თითქოს სოციალურ ფონზე უსვამს ხაზს და ხო ყველასთან ერთნაირად არა. მესმის აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ სინამდვილეში ჩვენ ხო ეს უნდა დავძლიოთ რაღაცა, ხო ახლა სულ ფორმაში ხო არ იქნება და სულ ერთნაირად ხო მე ხო დადგება იმ რეალობის წინაშე გარკვეულწილად და რაღაცნაირად მზად უნდა ვიყოთ ჩვენს ბავშვებიც უნდა მოვამზადოთ, რომ ეს ხო არ არის სინამდვილეში მთავარი ღირებულებები ხო ცხოვრებაში და შესაბამისად იმ მთავარზე რაღაცნაირად აქცენტის გაკეთება ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში როგორც მასწავლებლები და იმ დავამსრულოთ მასწავლებლობის ამპლუაში ასე ვთქვათ და აი რისი სწავლება გიყვარს ან რაღაცა ისეთი სასიამოვნო ეპიზოდი რამდენიმე თუ გნებავს რომ გაგვიზიარო საკმაოდ თუ თემ ხო რომ რა სფეროშიც ან რა საგანშიც როგორც ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ძალიან მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც რაღაცა პროექტებით გვაქვს თემა, სასწაულის შემოქმედებითი დავალებები, როდესაც არის კეთებითი სწავლება, როდესაც არის, იმიტომ რომ უფრო სხვანაირად ხალისით არიან ბავშვები ჩართული, განსაკუთრებით თუ ჯგუფურად ხდება ხოლმე და ერთობლივად, იმიტომ რომ სხვანაირად თანამშრომლობენ და ერთმანეთის ურთიერთობაც კიდევ უფრო სხვანაირად ჩანს ჯგუფურის ან წყულებში მუშაობის დროს, დავალებები, როდესაც არის ცოტა განსხვავებული, არაფორმალური, თუნდაც ხალიჩები გვაქვს კლასში და ხალიჩას გავშლი და ვისაც როგორ მოუნდება ხოლმე, ისე რო ასრულებს ზოგი წამოწოლილი, ზოგი მერხთან ზის, ზოგი უბრალოდ სკამზე ზის, აი ესეთ თავისუფალ გარემოში, როდესაც მიმდინარეობს გაკვეთილები, უფრო მithვარ ხოლმე ხალისით და ხშირად ვამზადებ ხოლმე რაღაც თამაშებს ან აქტივობებს, რომელსაც ვაჩვენებ პროექტორით და აი ესეთ ძალიან მოსწონთ ბავშვებს თვალსაჩინოება, როდესაც ხდება მოვაბნელებთ ხოლმე ოთახს და თვალსაჩინოებით ზოგჯერ არის ხოლმე რომ ესე რაღაცა თვითონ ჯადოსნური ჯოხი ვაქვს და მე ხა მაუსით მიმყავს რაღაცა, მაგრამ ისინი ხომ ვერ ხდებიან რაღაცა მომენტში და აი ესეთი საინტერესო და ცოტა განსხვავებული გაკვეთილები უფრო სიამოვნეს პირადად მე. დიდი მადლობა ნათია, ბევრ სასიამოვნო დღეს და წელს გისურვებ, რა თქმა უნდა, ამ პროფესიაში. დიდი მადლობა ასევე შენი სკოლის გახსენებისთვის. მეგობრებო, ეს იყო ნათია უჩავას სკოლა. დაელოდეთ შემდეგ გადაცემას სკოლაზე. მადლობა გიორგი.